ჯგუფი რომელსაც დაპირისპირება მე არ ვერკვევი ასე მე არ მინდა სიღრმეში მე ვერკვევი ამ ვითარებაში ასე რომ დავასახელო კონკრეტული ადამიანები გასაგებია რომ იქ არსებობს ჯგუფი რომელსაც ეს ძალიან არ უნდა შორენა არის რა თქმა უნდა მთავარსარდალი ამ ჯგუფის ბუნებრივია რომელსაც ყვა მოენგრა ჩვეულებრივად როცა პატრიარქთან დამინახა აი პირდაპირ მნიშვნელობით ესე მოხდა და იყო იქ გარჩევა როგორ მოხვდინე საერთოდ საპატრიარქოში და პატრიარქს როგორ ველაპარაკე ისე რომ შორენა მარიცოდა ნუ საოცრება ხდება საპატრიარქოში პირდაპირ ამბავი რაღაცა ბოლო ჟამია თუ რა ხდება ვერ გავიგე მაგრამ საოცრება ხდება ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის ხელმძღვანელობაში ხდება საოცრება და ჩვენ ვხედავთ ამ საოცრების გამო საპატრიარქოს რეიტინგს პირადად პატრიარქის რეიტინგს რა დამართა ამ ხალხმა ეს ხო კვლევაა და ციფრებში იზომება ხო 90-იანებში თუ იყო 60-ებში ჩამოვიდა უკვე ეს არის სერიოზული კატასტროფა 2 წლის განმავლობაში და ეს ხდება ციანიდის საქმის პარალელურად ეს ხალხი მიზანმიმართულად აკეთებს ამას თუ არა მიზანმიმართულად საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუციას საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აყენებენ უდიდეს ძიმეს ზიანს და საკუთრივ საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს რომელიც ნამდვილად არის გამოკვეთილი საზოგადო მოღვაწე ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში და მის რეპუტაციას არაფერს კარგს ეს ხალხი არ უშვება გაცილებით პირიქით აზიანებს ყოველდღიურად საკუთრივ პატრიარქის რეპუტაციას ამ ხალხის ამგვარი საქმიანობა. დიდი მადლობა ნიკა, მოკლედ ჩვენ დაველოდებით როგორ განვითარდება პროცესები, წარმატება შენ, მადლობა რომ იყავით.